ბელარუსის სიღრმეში რაღაც ბოროტი იღვიძებს. რუსეთის საყვარელი მარიონეტული ქვეყანა თავის საზღვრებზე ძალებს აგროვებს და როგორც ჩანს, მხოლოდ ერთი მიზანი აქვს – უკრაინა. ალექსანდრ ლუკაშენკოს საბოლოოდ ჭკუიდან გადავიდა. შეშლილობა რეალურია და რასაც ახლა ხედავთ არის რაღაც საშიშისა და მომაკვდინებლის დასაწყისი. მოემზადეთ ახალ ომისთვის. პუტინი კიდევ უფრო მეტ ძაბს გაჩავს, ხოლო ლუკაშენკო მარიონეტია, რომელსაც რუსეთის ლიდერი თავისი ახალი გეგმისთვის იყენებს. ეს ყველაფერი არ არის ვარაუდი, ყველაფერი პირდაპირ წყაროდან მოდის. 12 მაისის ანგარიში United 24-მა მედიამ გაამჟღავნა, რომ ბელარუსის გიჟი პრეზიდენტი ბევრს ლაპარაკობს იმაზე, როგორ უნდა მოამზადოს თავისი ქვეყანა ომისთვის. ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსი აპირებს დაიწყოს სამხედრო ნაწილების შერჩევითი მობილიზაცია, რათა ყველა მზად იყოს საბრძოლო ოპერაციებისთვის. არ იყო მითითებული, რომელი ქვეყანა იქნებოდა ამ ოპერაციების ობიექტი, მაგრამ ლუკაშენკოს მეტი არაფრის თმა არ დასჭირდა. უკრაინა იქნებოდა აშკარა სამიზნე. ლუკაშენკომ თავისი ბოლო გეგმა სურვილად კი არა, აუცილებლობად წარმოადგინა. ჩვენ შერჩევით მოვახდენთ ნაწილების მობილიზაციას, რათა ისინი ომისთვის მოამზადოთ. ღმერთმა ქნას, რომ ამის თავიდან ნაწილება შესაძლებელი იყოს. ბელარუსის ლიდერმა თქვა, ამ სიტყვებში ბევრი რამის ამოკითხვა შეიძლება. ცდილობს თუ არა ლუკაშენკო უკრაინა წარმოაჩინოს აგრესორად, რომელიც ბელარუსს გარდაუვალ ომში ჩათრევას ცდილობს. თუ ლუკაშენკო ფარულად ამბობს, რომ მისი მეთოჯინე კრემლში მას ომში ჩართვაზე ზეწოლას ახდენს და მან იცის, რომ მოუწევს მოქმედება, როგორც კი პუტინი უბრძანებს, შენ მხოლოდ ვივარაუდოთ შეგვიძლია, მაგრამ რაც ნათელია, ლუკაშენკოს სიტყვები არსაიდან არ გაჩენილა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ბელარუსი როგორც ჩანს იწყებს მზადებას ბრძოლისთვის, რომელიც ლუკაშენკოს სჯერა, რომ მალე დაიწყება. ლუკაშენკომ თავისი კომენტარები გააკეთა თავდაცვის მინისტრ ვიქტორ კრეინთან შეხვედრის დროს და ეს შეხვედრა გაიმართა მას შემდეგ, რაც United 24-ის მედიის ინფორმაციით, სამხედრო მზადყოფნის შემოწმებაში მონაწილეობდა 6000 რეზერვისტი და სამხედრო მოსამსახურე. ეს სურთნები გამოიყენეს ჯარისკაცების საბრძოლო მზადყოფნის, ასევე ლოგისტიკური და სატრანსპორტო პროცედურების შესაფასებლად, რომლებიც ბელარუსს აქვს შემუშავებული იმ შემთხვევაში, თუ ომში ჩაერთვება. კრეინთან იმ შეხვედრიდან კიდევ უფრო მეტი დეტალი გახდა ცნობილი, რაც საშუალებას გვაძლევს უკეთ გავიგოთ, რა ხდება ახლა ლუკაშენკოს გიჟურ თავში. ბელარუსის არმიის მოდერნიზებაზე შეუპოვარი კონცენტრაცია, როგორც ჩანს, ლუკაშენკოსთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. შეუძლებელია თავდაცვის ამოცანების შესრულება, თუ ჩვენს ჯარს თანამედროვე იარაღით არ აღჭურვოთ. ჩვენ უნდა გქონდეს იარაღი, რომელსაც რეალურად გამოვიყენებთ და რომლის გამოყენებაც ვიცით, ხმამაღლა განაცხადა ლუკაშენკომ. და ცოტა იმაზე მიუთითებს, რომ ბელარუსი ძველი იარაღით მოქმედებს, რომლის გამოყენებაც არ ესმის. ლუკაშენკომ ასევე ისაუბრა თავისი ქვეყნის სამხედროების 5 წლიან გეგმაზე და განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის განხორციელებამ მოქცეს საშუალება 5 წლის განმავლობაში შეიარაღებულ ძალებში თანამედროვე სისტემების წილი თითქმის ნახევრამდე, 45%-მდე გავზარდოთ. ლუკაშენკომ შეხვედრაზე ასევე გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ მხოლოდ ავიადართმევიდი და თანამედროვე იარაღი საკმარისი არ იქნება მომავალ ბრძოლაში. სახმელეთო ოპერაცია ყოველთვის საჭირო იქნება, განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა, როდესაც ის თანამედროვე ომის განზრახ ბუნდოვან კონტექსტში საუბრობდა. მაგრამ მესიჯი ნათელია, მეტი თანამედროვე იარაღი, მეტი წორთნა მათი გამოყენების შესახებ, მეტი საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი ჯარისკაცი. ლუკაშენკო ამას სხვადასხვა ფორმით ამბობს, მაგრამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მისი ყველა სიტყვა ერთ მარტივ განცხადებად შეიძლება ჩამოყალიბდეს. ბელარუსი უნდა იყოს მზად ბრძოლისთვის და ეს ბრძოლა უკრაინასთან იქნება. ჩვენ დავიწყეთ იმის მტკიცებულებების ნახვა, რომ ბელარუსი რაღაც ბნელისთვის ემზადებოდა. ლუკაშენკოს ყველა განცხადებამდე ერთი თვით ადრე. აპრილის 17-ში Kyiv Independent-მა გავრცელა ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კომენტარებზე. ზელენსკის თქმით, ბელარუსი უკრაინასთან ჩრდილოეთ საზღვარზე ახალ გზებს აშენებს და საარტილერიო პოზიციებს ამყარებს. რის გამოც ზელენსკიმ განაცხადა, ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთი კიდევ ერთხელ შეეცდება ბელარუსი თავის ომში ჩაითრიოს. ეს შეიძლება იყოს პასუხი იმაზე, რას გულისხმობდა ლუკაშენკო, როცა თქვა, ღმერთმა ქნას მომავალ ომს ავწდეთ. ეს სინამდვილეში უკრაინას არ ეხება. საქმე ისაა, რომ პუტინს კიდევ მეტი საზარბაზნე ხორცი უნდა. ამ ყველაფერში ყველაზე სამწუხარო ლუკაშენკოსთვის ის არის, რომ მან იცის, ბელარუსის არმიის მოდერნიზაცია მხოლოდ იმას გამოიწვევს, რომ ის პუტინისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვან რესურსად იქცევა. და როცა ეს მოხდება, არსებობს სამი სცენარი, რომლებიც უკრაინისთვის აშკარა საფრთხეს წარმოადგენს. როგორც იმ გავლენით, რაც მათ ექნებათ ქვეყნის ტერიტორიის რუსეთისგან დაცვის საქმეში, ასევე იმ პირდაპირ საფრთხით, რასაც ბელარუსი და მისი არმია წარმოადგენენ. სანამ ამ სცენარებს განვიხილავთ, შეიძლება გაიფიქროთ, ნამდვილად შესაძლებელია თუ არა, რომ პუტინმა ლუკაშენკო ომში ჩართვაზე დააიძულოს. მარტივი პასუხია, რა თქვა უნდა გააკეთებს. მან ეს უკვე გააკეთა. ლუკაშენკო პუტინის ყველაზე ახლო მოკავშირეა ევროპაში, განსაკუთრებით ახლა, როცა ვიქტორ ორბანი უნგრეთში ხელისუფლებიდან 16 წლიანი მმართველობის შემდეგ გადააყენეს. რუსეთსა და ბელარუსს შორის ალიანსი იმდენად ერთხვრივია, რამდენადაც შეიძლება იყოს, და ეს დამტკიცდა მაშინ, როცა პუტინმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. სულ რამდენიმე კვირით ადრე, სანამ შეჭრა სერიოზულად დაიწყებოდა, BBC იუწყებოდა, რომ რუსეთი ბელარუსთან ერთად ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებდა. ეს წვრთნები იმ დროს ჩატარდა, როცა რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან დაახლოებით 100,000 ჯარისკაცი მოიღარა. მაშინაც კი, როცა პუტინი თავხედურად სრულობდა და ამტკიცებდა, რომ რუსეთს უკრაინაში შეჭრის არანაირი გეგმა არ ჰქონდა. მალე მას შემდეგ, რაც ბელარუსთან ერთად 10 დღიანი წვრთნები დასრულდა, რუსეთმა გააკეთა ის, რასაც ამბობდა, რომ არ გააკეთებდა. ბელარუსმა უზარმაზარი როლი ითამაშა.
რუსეთის ზოგიერთი ძალა უკრაინაში ბელარუსის გავლით შეიჭრა, რაც ნიშნავს, რომ ლუკაშენკომ თავის ქვეყანას პუტინისთვის პლაცდარმად გამოყენების უფლება მისცა. ლუკაშენკომ თავადაც აღიარა ეს 2023 წლის აგვისტოში, თუმცა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი იმას, რომ არც ერთი ბელარუსი არ მონაწილეობდა შეჭრაში. სწორედ რომ არც ერთი გარდა იმ ერთისა, ვინც რუსეთს ბელარუსის გამოყენების ნებართვა მისცა უკრაინაში შეჭრისთვის. ასევე ეს არ ყოფილა ისე თითქოს ლუკაშენკომ ეს მხოლოდ ერთხელ პუტინისთვის ერთჯერადი სამსახურის გასაწევად გააკეთა. 2025 წლის დეკემბერში ალ-ჯაზირამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ გაამხილა რუსული ძალები ბელარუსში ჩვეულებრივ საცხოვრებელ კორპუსებს იყენებდნენ უკრაინაზე თავდასხმისთვის. ანტენები და სხვა აპარატურა განთავსებულია ჩვეულებრივი 5-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავებზე, რაც შაჰედების ჩვენს დასავლეთ რეგიონებში სამიზნეებზე დამიზნებაში ეხმარება, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ბელარუსი შესაძლოა ამჟამად ომისთვის ემზადებოდეს. მაგრამ რეალობა ისაა, რომ ეს ყველაფერი ესკალაციაა იმ ქმედებებისა, რასაც ლუკაშენკო პუტინს ბელარუსის გამოყენების საშუალებას აძლევს იმ დროიდანვე, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. რასაც აქ ხედავთ არის პრეზიდენტი, რომელიც ცდილობს ისე მოიქცეს თითქოს ყველაფერს აკონტროლებს. ამიტომაც საუბრობს თანამედროვე ომისთვის მზადებაზე, მაშინ როცა სინამდვილეში საკუთარი ძალაუფლება იმდენად შეამცირა, რომ საბოლოოდ საკუთარ ქვეყანას ჩააბამს ბრძოლაში, რომელშიც ის საერთოდ არ უნდა ყოფილიყო ჩართული. და ამ ყველაფრის ფონზე პუტინი ბედნიერია, რომ უბედურ ლუკაშენკოს თავის უღირს ომში უკრაინის წინააღმდეგ კიდევ უფრო ხრმად ითრევს. რუსეთის პრეზიდენტისთვის ბელარუსი არ არის ქვეყანა თავისი ხალხითა და სუვერენული მისწრაფებებით. ეს უბრალოდ ტერიტორია, რომელსაც რუსეთი ომში ახალი ფრონტის გასახსნელად იყენებს. ნელ-ნელა, მაგრამ აუცილებლად პუტინი ლუკაშენკოს ძალაუფლებას ამცირებს, ისე რომ რაც მოსკოვს უნდა, იმას იღებს კიდეც. ბელარუსის სახურავებზე დამონტაჟებული საკომუნიკაციო აპარატურა ამის მტკიცებულებაა. პუტინმა იცის, რომ უკრაინას სურს ამ აპარატურის მოცილება, თუმცა ამის გაკეთება ბელარუსზე დარტყმას ნიშნავს. რუსეთის ლიდერს ეს ძალიან მოეწონებოდა. მას შეეძლებოდა უკრაინა წარმოიჩინა როგორც ბოროტ მოქმედი, რომელიც ომში ჩაურთველი ქვეყანას ესხმის თავს. და ამგვარი თავდასხმის გამოყენება ლუკაშენკოზე ზეწოლისთვის, რომ საბოლოოდ ჯარები შეეყვანა. უკრაინა ძალიან ჭკვიანია იმისთვის, რომ ბელარუსს პირდაპირ დაესხას თავს, თუნდაც ის პუტინის შეჭრისას მარიონეტულ სახელმწიფოდ იქცა. მაინც ლუკაშენკოს აშკარად ცეცხლი აუნთეს უკანალზე. ის ომისთვის მზადყოფნაზე უსაფუძვლოდ არ ლაპარაკობს. პირაცა მისი ძაფები დაკაჩა და ახლა უკვე გაგარდაუვალია, რომ ბელარუსი ომში მეორე ხარისხოვანი მოთამაშიდან სერიოზულ პრობლემად გადაიქცევა. და თუ ეს მოხდება, არსებობს სამი შესაძლო სცენარი, რომელიც უკრაინამ უნდა გაითვალისწინოს და ყველა მათგანი აშკარა საფრთხეს ქმნის. მაგრამ სანამ ამ სცენარებს განვიხილავთ, თუ ასეთი ანალიზი გსურთ, დარწმუნდით, რომ გამოწერილი გაქვთ The Military Show. ჩვენ ყოველ კვირას ასე ვშლით ყველაფერს დეტალურად. ასე რომ გვაქვს სამი სცენარი, რომელთაგან ზოგიერთი ერთმანეთს უკავშირდება, მაგრამ ყველა მათგანი პრობლემებს ქმნის. პირველი სცენარია ის, რასაც ლუკაშენკო როგორც ჩანს გულისხმობს, რომ ადრე თუ გვიან მოხდება ბელარუსის სამხედრო ძალების სრული მობილიზაცია. განცხადებები იმის შესახებ, რომ მსგავსი რამ მოხდება უკვე კეთდება და ახლა მთავარი კითხვა ისაა, რა მოხდება შემდეგ. უკრაინისთვის საუკეთესო შემთხვევაში ბელარუსი მოახდენს მობილიზაციას და თავის ჯარებს უკრაინის საზღვართან გადაისვრის, მაგრამ აქტიურად არ გადაკვეთს მას. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნიშნავს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ბრძოლები არ იქნება, დანარჩენი ორი სცენარი სრულიად განსხვავებულია. ეს არ არის ისეთი რამ, რის იგნორირებაც უკრაინას შეეძლო. უკრაინას მაინც მოუწევდა ჯარების განთავსება და თავდაცვითი ნაგებობების აშენება ბელარუსის საზღვარზე, რაც ნიშნავს, რომ ეს რესურსები უნდა გამოეყოს აღმოსავლეთის ფრონტს, სადაც რუსეთი ცდილობს დონეცკის აღებას და საბოლოოდ დონბასის დაპყრობას. უკრაინის ძალების გადამისამართების ეს კონცეფცია განმეორებადი თემა იქნება ამ სცენარებში. უკრაინისთვის ყველაზე ცუდი სცენარი ბელარუსის მობილიზაციის შემთხვევაში ის იქნება, თუ ალექსანდრ ლუკაშენკო ამას გააგრძელებს და თავისი ქვეყნის არმიას უკრაინაში შეიყვანს. ბელარუსი შეიძლება პატარა ქვეყანა იყოს, რომლის მოსახლეობა 10 მილიონზე ნაკლებია, მაგრამ მას სავალდებულო სამხედრო სამსახური აქვს ყველა სრულწლოვანი მამაკაცისთვის 18-დან 27 წლამდე, რაც ნიშნავს, რომ თუ ალექსანდრ ლუკაშენკო მობილიზაციას განახორციელებს, მას დიდი რეზერვების გამოძახება შეუძლია. Global Firepower-ის მიხედვით ბელარუსის არმიაში 63,000 მოქმედი სამხედროა და 365,400 რეზერვისტი, რომლებსაც მობილიზაციის შემთხვევაში გამოიძახებენ. ეს ნიშნავს 420,000-ზე მეტ ჯარს და ამას დამატებული 55,000 პარამილიტარული ძალა, რაზეც უკრაინას მოუწევს ფიქრი. თუნდაც ბელარუსმა ან ძალის მეოთხედი ან მესამედი გააგზავნოს უკრაინაში, ეს სერიოზული პრობლემაა. სად წავა ეს ძალა? ეს კიდევ ერთი საკითხია, რაზეც უკრაინას მოუწევს დრომა და ეს გადაგვიყვანს შემდეგ სცენარში. სცენარი 2 არის ის, რომ ბელარუსი ცდილობს შეტევას უკრაინის დედაქალაქ კიევზე. ამ სცენარში ვნახავდით, როგორც ცდილობს ბელარუსი გაიმეოროს ის, რაც პუტინმა უკვე ვერ შეძლო 2022 წლის თავდაპირველი შეჭრის დროს. ეს მარტივი ამოცანა არ არის და როგორც ჩანს, ბელარუსის შეჭრა კიევში დიდი დანაკარგებით დასრულდება ლუკაშენკოს ძალებისთვის, რადგან ისინი ბევრად უფრო გამოცდილი და ბრძოლისგან გამაგრებული უკრაინული არმიის წინააღმდეგ აღმოჩნდებიან. მიუხედავად ამისა, კიევზე თავდასხმა თუნდაც არმიის მხრიდან, რომელიც რაოდენობაზე უფრო დამოკიდებული ვიდრე გამოცდილებაზე, რეალურ პრობლემას წარმოადგენს. ორაპლების გაატანის თემა კვლავ აქტუალურია. უკრაინის ყურადღება მიმართულია დონეცკისა და სამხრეთის ტერიტორიებზე, სადაც ის ჩეტეოს კონტრშეტევას ახორციელებს რუსეთის ძალების წინააღმდეგ. უკრაინას ასევე ჰყავს ძალები განთავსებული ჩრდილოეთ რეგიონებში, როგორიცაა სუმი და ხარკივი, რომლებიც იბრძვიან რუსეთის ძალების წინააღმდეგ, რომლებსაც სურთ შექმნან ბუფერული ზონა ამ რეგიონებს შორის. ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინას კიევში ძალები არ ჰყავს.
მაგრამ ბელარუსს, რომელიც უკრაინის ჩრდილოეთით მდებარეობს, კიევისკენ მისასვლელი გზა ექნება, რომლის გალაც შეუძლია ისე, რომ არ მოუწიოს ბრძოლა იმ უკრაინულ რეგიონებში, სადაც სასიკვდილო ზონები რუსულ ძალებს ანადგურებს. გზა სრულად ღია არ იქნება, მაგრამ ბელარუსის ნარალეადან უკრაინის კიევამდე მანძილი პირდაპირ ხაზით 170 კილომეტრზე ნაკლებია, რაც დიდი მანძილი არ არის. უკრაინა ამ შესაძლებლობისთვის ემზადება, როგორც მალე გაიგებთ, მაგრამ მას მაინც მოუწევს ჯარებისა და რეზერვების გადამისამართება სხვა ადგილებიდან, რაც შეიძლება გამოიწვიოს დაცვაში ხრელები პრიორიტეტულ რეგიონებში, რასაც რუსეთი გამოირენებს. კიდევ ერთხელ ყველაფერი პუტინის მარიონეტობაზეა. ლუკაშენკოს ცუდად მომზადებული ძალები ნაკლებად სავარაუდოა, რომ კიევის აღებაში რაიმე გავლენას მოახდენენ რუსეთის სახელით, მაგრამ ისინი ნამდვილად შეიძლება მასობრივად დაიღუპონ პუტინისთვის უკრაინის თავდაცვაზე შეტევისას, სანამ რუსეთი სხვაგან წინსვლას მოახერხებს. ბელარუსი პუტინისთვის მხოლოდ რესურსია, მეტი არაფერი. რაც შეეხება მესამე სცენარს, ის მეორე სცენარს გავს, უბრალოდ ოდნავ განსხვავებული მიზნით. ბელარუსს შეუძლია თავისი ჯარისკაცები უკრაინის დასავლეთ რეგიონებში გაგზავნოს, შესაძლოა ლვივამდე, რომელიც პოლონეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს. ამ ტიპის რეიდს რამდენიმე მიზნის მიღწევა შეუძლია. პირველ რიგში ის უფრო გაწელილი იქნებოდა, ვიდრე კიევზე პირდაპირ შეტევა. ამიტომ უკრაინას არა მხოლოდ ძალების გადანაწილება მოუწევდა, არამედ მოუწევდა გამკავებოდა ფრონტის ხაზის გაფართოებას, რომელიც უკვე დაახლოებით 1200 კილომეტრია და შეიძლება თითქმის 2000 კილომეტრამდე გაიზარდოს. ბელარუსი შეძლებდა უკრაინის ძალების სხვადასხვა მიმართულებით გაფანტვას და უკრაინას უბრალოდ მოუწევდა რეაგირება, რადგან ამ ტიპის რეიდს კიდევ ერთი მიზნის მიღწევაც შეუძლია უკრაინის ლოგისტიკური მარშრუტების დივერსია უკანა ხაზებში. ამ სცენაში ბელარუსი სავარაუდოდ უპირატესობას მიანიჭებდა შეღწევის ტაქტიკას უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის წინ. მცირე დანაყოფები გაიგზავნებოდნენ სარკინიგზო ხაზებზე და გზებზე თავდასხმისთვის ან ხიდების გასანადგურებლად. იდეა იქნება ჯარისკაცებისა და მასალების აღმოსავლეთ ფრონტზე გადაადგილების შეფერხება, ასევე შესაძლოა დასავლური იარაღის უკრაინაში მიწოდების დარღვევა. მოკლედ რომ თქვათ, ლუკაშენკოს ჯარები კონცენტრირებულნი იქნებიან იმ რეგიონებში უკრაინის შენელებაზე, სადაც რუსეთს ამჟამად დარტყმის შესაძლებლობა არ აქვს. დონეცკის მსგავს ადგილებში შედეგები განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება, არა მხოლოდ იმითომ, რომ უკრაინას მოუწევს ჯარისკაცების გადაყვანა ამ რეგიონიდან, არამედ იმიტომაც, რომ ბელარუსის მხრიდან დივერსიები გაართულებს იმ ჯარისკაცებისთვის საჭირო მარაგების მიწოდებას, რომლებიც დარჩებიან და დაიცავენ თავიანთ ტერიტორიას რუსეთისგან. უკრაინა ვერ უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ ბელარუსი როგორც ჩანს მასშტაბური შეტევისთვის ემზადება. მაგრამ ერთი რამ, რაც უკრაინამ კარგად იცის, არის ის, რომ ბელარუსი ძლიერი სამხედრო ქვეყანა არ არის. ქვეყანას მინიმალური საბრძოლო გამოცდილება აქვს 21 საუკუნეში. მან სცადა ჩარევა პირველ ლიბიის სამოქალაქო ომში 2011 წელს, მაგრამ საბოლოოდ დამარცხებულ მხარეს აღმოჩნდა. ამის გარდა ბელარუსმა გარკვეული შეზღუდული მხარდაჭერა გაუწია კოდ-დივუარს, პირველი კოდ-დივუარის სამოქალაქო ომის დროს 2002-2007 წლებში და თავისი ტერიტორია გადასცა რუსეთს უკრაინაში შეჭრისთვის. ეს საბრძოლო გამოცდილება არ არის ისეთი, რომ უკრაინას ძალიან შეაშფოთოს ლუკაშენკოს ჯარების შესაძლებლობების მხრივ. და როდესაც უკრაინის დრონები ანადგურებენ პუტინის ომის შედეგად ყოველთვიურად მსხვერპლი გამხდარი 35000 რუსი ჯარისკაცის უმრავლესობას, ძნელია დაიჯერო, რომ ბელარუსი ჯარისკაცები უკეთესად იმოქმედებდნენ. პუტინი რა თქმა უნდა სიკვდილზე არ იდარდებს. მას ძალებისა და რესურსების გადატანა სურს და როგორც ჩანს, ლუკაშენკოზე ზეწოლას ახდენს, რომ ეს უზრუნველყოს. მაგრამ თავარი კითხვა ისაა, როგორ რეაგირებდნენ ბელარუსის ხალხი, თუ მათი პრეზიდენტი იმდენად გაგიჟდებოდა, რომ მობილიზაციას გამოაცხადებდა და ჯარს უკრაინაში გაგზავნიდა. იქნებოდა ეს ზედმეტი ნაბიჯი, რის შედეგადაც ლუკაშენკოს გადააყენებდნენ და პუტინის გეგმები დაინგრეოდა. მასობრივი პროტესტები მოიცვა ბელარუსი 2020 წელს, მას შემდეგ რაც ლუკაშენკომ აგვისტოს ცხრილის გაყალბებული ხელახალი არჩევა მოიპოვა. შესაძლოა ბელარუსის პრეზიდენტი არასწორად ითვლის თავისი ხალხის რეაქციას უკრაინასთან ომზე. ჩვენ მოგვიძებს დაველოდოთ და ვნახოთ რა მიმართულებას აირჩევენ ბელარუსის ხალხი და სამხედროები, თუ ლუკაშენკო გასცემს ბრძანებას. რაც შეეხება უკრაინას, ის უკვე გარკვეული დროა ემზადება მსგავსი სცენარისთვის. ჰადსონის ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ მისი ერთ-ერთი ავტორის ვიზიტმა კიევში გამოავლინა, რომ არსებობს როგორც ჩანს ახალი გამაგრებები, რომლებიც ბელარუსის საზღვრისკენ არის მიმართული. ეს შეიძლება იყოს იმ სამუშაოს შედეგი, რომელსაც უკრაინა წინა კვირებსა და თვეებში ახორციელებდა, როგორც ქვეყნის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა ანდრეი დემჩენკომ თებერვალში განაცხადა. ეს მიმართულება გაძლიერებულია ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძალების სხვადასხვა კომპონენტით და თავად სახელმწიფო საზღვარით მაგრდება, საზღვრის გასწვრივ გამაგრებებით. იმისთვის, რომ ყველა უკრაინელმა ჯარისკაცმა, თავდაცვის ძალების ყველა კომპონენტმა, რომლებიც ამ მიმართულებით არიან განლაგებულნი, ჰქონდეთ ყველა შესაძლებლობა, რომ უპასუხონ ნებისმიერ საფრთხეს, რომელიც ბელარუსის ტერიტორიიდან შეიძლება წამოვიდეს, განაცხადა დემჩენკომ. და მან განაცხადა, რომ გამაგრებითი ნაგებობები მზადდება მთელი იმ 1000 კილომეტრიანი საზღვრის გასწვრივ, რომელიც უკრაინას ბელარუსთან აქვს. Global Security ამატებს, რომ ბელარუსის დაზვერვის ინფორმაციით უკრაინა ინარჩუნებს 14000 ჯარისკაცის კონტინგენტს საზღვართან ახლოს, რომლებიც იქ უკვე რამდენიმე წელია იმყოფებიან. ნაღმებსა და სხვა მრავალშეიან გამაგრებებს, როგორც იგივე წყაროები უწვევიან, სავარაუდოდ დაემატა იგივე ტიპის დრონები, რომლებსაც უკრაინა იყენებს აღმოსავლეთ ფრონტზე თავის სასიკვდილო ზონებში. ეს ყველაფერი უკრაინის მხრიდან გონიურულია. ეს ასევე აჩვენებს, რომ უკრაინა მუშაობს იმის უზრუნო საყოფად, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს იგივე ხრიკის გამეორება, რაც 2022 წლის თებერვალში გააკეთა, სერიოზული სირთულეების გარეშე.
ბელარუსს შეიძლება გარკვეული თავდაჯერებულობა ჰქონდეს, რომ მისი არმიის მობილიზებული ვარიანტი შეძლებს გარკვეული პროგრესის მიღწევას უკრაინის თავდაცვით ხაზებში. თუმცა რეალური კითხვაა, რამდენად შორს შეძლებს წასვლა, მაგრამ ისაც შესაძლოა ლუკაშენკოს არესმის არის ის, რომ მხოლოდ უკრაინაზე არ მოუწევს ფიქრი, თუ თავის ქვეყანას ომში ჩართავს. პოლონეთი და ლიტვა ასევე პრობლემად იქცევიან. 6 მაისს TVP World-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორივე ქვეყანა მონაწილეობდა ნატოს მიერ ორგანიზებულ წვრთნებში სავალკის დერეფანში, რომელიც ვიწრო მიწის ზოლს წარმოადგენს ბელარუსსა და რუსეთის ექსკლავ კალინინგრადს შორის. ეს მიწა ნატოს აღმოსავლეთ თავდაცვის ერთ-ერთ ყველაზე მგრძნობიარე ზონად ითვლება რუსეთის წინააღმდეგ და მისი სტრატეგიული მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც პუტინი უკრაინაში შეიჭრა. წვრთნა, რომელსაც სახელად Brave Griffin-ი ეწოდა, განსაკუთრებით სწრაფი ჯარების განთავსებასა და მოკავშირეთა კოორდინაციას ეხებოდა. იმ შესაძლო თავდაცვით სცენაში, როდესაც ნატოს სავალკის დერეფნის გავლით თავდასხმის მოგერიება მოუწევს. ეს საინტერესოა. ეხლა ლუკაშენკოს უნდა დაფიქრდეს იმაზე, შეიძლება თუ არა უკრაინაში შეჭრამ მისი ნატოს მეზობლების შეშფოთება გამოიწვიოს. პოლონეთი და ლიტვა ბელარუსს დასავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრებიან. თუ ლუკაშენკო უკრაინაში შეჭრას გადაწყვეტს, ეს შეიძლება გახდეს ის ბიძგი, რაც ამ ქვეყნებს და შესაძლოა სხვა ნატოს წევრებსაც ბელარუსის თამაშიდან ამოღებისთვის დასჭირდებათ. ბოლოს და ბოლოს ბელარუსი პუტინის მარიონეტული სახელმწიფოა. ლუკაშენკოს უფრო აგრესიული ქმედებები ნიშნავს, რომ რუსეთი უკრაინის ომის მასშტაბებს აფართოებს. ეს შეიძლება იყოს ის, რაც საბოლოოდ ნატოს პასუხს გამოიწვევს, რაც ლუკაშენკოს ომისკენ მოწოდებას როგორც ბელარუსის დიქტატორის, მის ყველაზე სერიოზულ შეცდომად აქცევს. და ამ ყველაფერს ემატება ერთი რამ, რაზეც ბელარუსის შეჭრაზე უკრაინის სავარაუდო პასუხთან დაკავშირებით ჯერ არ გვითქვამს შორი მოქმედების დარტყმები. ბელარუსის მომავლის მცირე სურათი შეიძლება მივიღოთ იმ ცეცხლიდან, რომელსაც უკრაინა ბოლო რამდენიმე კვირაა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და სამხედრო ინფრასტრუქტურაზე აკენებს. ნახეთ ჩვენი ვიდეო, რათა გაიგოთ იმ ცეცხლოვანი შტორმის შესახებ, რომელიც უკრაინამ რუსეთს აპრილის შუა რიცხვებში დაატეხა თავს და შემდეგ დაფიქრდით, შეძლებს თუ არა ბელარუსი ამის ატანას, თუ ის უკრაინას შეიჭრება. თუ ამ ვიდეოდან რაიმე ახალი გაიგეთ, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show, რათა არ გამოგჩეთ ჩვენი ანალიზი ევროპული უსაფრთხოების უახლეს მოვლენებზე და მადლობა როგორც ყოველთვის, რომ გვიყურებთ.